დღეს ჩვენს ქვეყანაში სიჩუმე და უდიდესი მწუხარებას უხდებს. თითოეული ჩვენგანის გული ახლა იქ არის, სადაც ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე განისვენებს. ჩვენ დაგვტოვა ადამიანმა, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში იყო ჩვენი ერთობის, სიყვარულისა და სიმშვიდის გარანტი. მისი წასვლით არა მხოლოდ ერთი ცხოვრება, არამედ მთელი ეპოქა დასრულდა. ეპოქა, რომელიც ილიას ლოცვითა და მამობრივი მსხუნველობით სუნთქავდა. დღეიდან ჩვენ ახალ უჩვეულო და მყინვეულ რეალობაში ვიწევს სვლა. რეალობაში, რომელსაც ცხოვრება ილიას გარეშე ჰქვია. თუმცა გვწამს, რომ ის სინათლე და სიყვარული, რომელიც მან ჩვენ სულებში დათესა, კვლავაც იქნება ჩვენი გზის განმარტებელი ამ რთულ შამს. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატევი მივაღოთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა, ბიჭვინთის და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას. მადლობთ. დიახ, მისი წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, რომელმაც ჩვენს ერებს შორის, ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ძმობა კიდევ უფრო გააღრმა და გააღრიცხა. პატრიარქის დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ არ იყო მხოლოდ კეთილგანწყობა, ეს იყო ღრმა რწმენა და პატივისცემა. მას ეკუთვნის ის საოცარი სიტყვები, რომლებიც დღეს ამ ძიმერ წუთებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძლევა. როცა ებრაელი გლოცავს, იცოდე რომ ღმერთი გლოცავს. ეს სიტყვები საუკეთესოდ გამოხატავს იმ სულიერ სიახლოვეს, რასაც უწმინდესი გრძნობდა ამ ერის მიმართ. სწორედ ამ კურთხეულ ღერძზე და მის უდიდეს შვილზე, ჯემალ აჯიაშვილზე ვსაუბრობ დღეს. ბატონი ჯემალი პატრიარქისთვის იყო ის სულიერი ხიდი, რომელიც ამ ორი ხალხის ლოცვას ერთმანეთთან აერთებდა. დღევანდელი საღამო ეძღვნება ბატონ ჯემალ აჯიაშვილს.
რამდენი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს სამաքს, მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც კაცი, რომელიც დაატოვდა ქალაქს. ჯემალა ჯიაშვილი იყო კაცი, რომელიც ქვეყანას დაატოვდა, მაგრამ მარადიშობას იზია. იგი იმ იშვიათ ადამიანთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც თავად გაინათეს გზა უკდავების. ამიტომაც წერდა დიდი გალაქტია. მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინადრებს, მშვენიერს ბედის სხვა არსად არის. შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკდავების ხარ ბინადრა. კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრი, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ადამიანი, რომელმაც გონების მიღმია, იდუმალებით აღსავსე სამყაროს გვაზია. თავისუფლად საუბრობდა ივრითზე, ფლობდა ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს, იტალიურს, არაბულსა და რუსულ ენებს. ნათარგმნი აქვს შექსპირი, დანტეს სონეტები, მიქელანჯელო, პასტერნაკი, მაიაკოვსკი, ბიბლიური ფსალმონები და მსოფლიო ებრაული პოეზიის ნიმუშები. ბიბლიური ნოეშთა მომავალთა, სემიტური და იაფეტური ენების მესაიდუმლე, წიაღმცოდნე და კეთილმსახური, დიდი ქართველი მწერალი ჯემალა ჯიაშვილი საუკუნეებში მოგზაურობდა და მარცვალ აგროვებდა ქართულ სივრცეებში გაბნეულ მარგალიტებს, როგორც ქართული კულტურის ფასდაუდებელ საგანძურს. ჯემალა ჯიაშვილმა თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ორი უძველესი კულტურის დაახლოებას მიუძღვნა და წარმოშლელი კვალი დატოვა ქართველი ერის ცხოვრებაში. იგი იყო უნიკალური ნიჭით ცხებული, გამორჩეული ზნეობის ადამიანი. სწორედ ასეთი ხალხი ქმნის ერის სულიერ სიმბოლოს. საქართველოზე, ქართულ ენაზე. ქართული სიტყვის მეჩუქურთმე მთელი ცხოვრება ქართულ კულტურასა და სიტყვას მიუძღვნა, რითაც უნიკალური საგანძური დაუტოვა მომავალ თაობებს. თავად კი ღირსეული ადგილი დაემკვიდრა დიდ კლასიკოსთა შორის. პროფესორი ზურაბ იგნაძე წერდა. მის თარგმანებში არის ქართული ენის ნამდვილი ზეიმი. ენა მისთვის არის არა მხოლოდ ინსტრუმენტი, არამედ თავად შემოქმედება. იშვიათია ქართველი პოეტი ან თარგმანი, რომელიც ასე ვირტუოზულად ფლობდეს ენას. ამაზე მეტყველებს მისი 100 სონეტი. ამით თქვა, ყველაფერი შემიძლიაო და მართლაც ყველაფერი შეძლია. ჯემალა ჯიაშვილი, ქართულ მიწაზე დაბადებული, სარწმუნოებით ებრაელი, მეტყველებით, ბუნებითა და ტრადიციებით ქართველი, ორი ერის დიდებული და ღირსეული შვილი. მან შემკული და კურთხეული ქართული ენა ბიბლიური სამოსელით მოხარდა და ახლა მისი შემფასებელი დროა. დრო, რომელიც მას უკვდავებას მიანიჭებს.
დაუნაპირო მშვენებასავით მზის სილამაზე შემეცნაო დახშული იყო ცა და მიწა თითქოს ედემის დახსმარღვეოდა შარავად დამზეჭიოდა ხრჩოლობდა ნაშთან უღიმღამა შემოქმედების და ღვთის ჭალებში ჯოჯოხეთის ლანდიყიოდა თვლემდა სახლიც და სამოსახლოც ეზოც კედელიც და სადაც ფოთლებს აჩქამებდა ფთონობა სიოთა სულ საუნჯებდა მოგონება ლურჯი ქედების და მათ ადგილზე შემოდგომის ცრემლი ცვიოდა დუმდნენ ღმერთები დუმდი ჟამუ ტია ქრისტეს უხმობდა გადანჯული საქრისტიანო მიიქცეოდა უსწასრულო ცოდვის მდინარე და წყალს რომელიც დღენიადაგ სადღაც მიტობავს ნოე სიბერია ფიქრებდა ყოვლის წინარე და უიმედოდ ადოკებდა გაშლილ კიდობას შვილო განვიგდე მძიმე უხელი სახარებელი უნდა გახარო გუნდრუკს გეკმევენ მე გუნდრუკენი ნავარდალო და ნაზამბახარო საყუდარს ჩვენსას ზემან მოხედა ხინი მოვქარგე ბედის ქარგაზე დასარბიელი მე ამბოხეთა მოვირბიე და მოვიდარბაზე კვალა დაღმართე მკლავინაცად კვლავ გულმა გარმან ჟამი ვიგულე კაცი ყორცნე კაცადი ხვლით ბედაურზე ვამანდიგული სისხლის წინ რეკდა მთიები თვალში ჩამიდგა უცხო სიარი მზე შეუსართე გადამთიელი მზეი ქარიშხალში ავაგზრიალი მადლია ღვით გვამს დამბადებელო ამოჩოულო წყალობისათვის ცის დასავლთან მოდგა დაისი კვლავ აღნოეთო საღამოის უტყუ იმშვენება ხმა მესიტყვება ადონაისი თუ ანგელოსი მესიმღერება სები სადახარ როკვენ სები კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება გზით შეივსება შესავსებელი ცაბარსყლავებით შეისოსნო მე კი შენს ბილიქს დავემგზავრები გზაგან მიბანე ნათლის ნაკადო რომ გამარჯვების საგალობელი ცის დარბაზებში ამოღავადო მტირმან ვერაფერი მოიმაგნისაო ძლეობს კიპარისის ღერო ფრთეო ნათლისაო შარავანდისაო ჩემ ჯემალაჯიაშვილი იყო ადამიანი რომელშიც საოცრად ბუნებრივად იყო შერწყმული დიდი ქართველობა და ამავე დროს როგორც თავად იტყოდა იერუსალიმური კოდი ეთაყვანებოდა ქართულს ვირტუოზულად ფლობდა ენებს ებრაული პოეზიის თარგმნასთან ერთად სწავლობდა ძველ ეგვიპტურ და ბაბილონურ კულტურებს თანამშრომლობდა ჟურნალ ხოლმთან მუშაობდა მწერალთა კავშირის მთარგმნელობით კოლეგიაში თარგმნიდა პიესებს რომლებიც წარმატებით იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მისი შემოქმედება ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის შემქმნელი ორი ერის სიბრძნითა და კეთილხმოვანებით არის გაჯერებული. ერთხელ ბატონი ჯემალისთვის უკითხავთ. ჯემალ ხომ არ გენანება შენიშნა როცა იმინაზე წერს რომელიც მხოლოდ რამოდენიმე მილიონ ადამიანს იზრდება მე ბედნიერი ვარ რომ ქართულ სიტყვას ვემსახურებ ასეთი იყო პასუხი
და ეს მსახურება ძიმე ჯვარი სიყვარული ჩემს უბუქები ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს ბატონი ჯერმანი ყოველთვის სიამაყით საუბრობდა თავის საქართველოს ხშირად იტყოდა ხოლმე რომ ქართული სტუმართმოყვარეობა შეუდარებელია მაგრამ ქართველთა დამოკიდებულებას საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა მიმართ მარტო სტუმართმოყვარულს ვერ უწოდებენ იგი უფრო დიდია და მშობლიური სიყვარული ჰქვია ალბათ ამიტომაც შეინარჩუნეს საქართველოდან წასულმა ებრაელებმა ისრაელის მიწაზე ქართული ტრადიციები ამიტომაც იგრძნობა ასე ძალუმად თითოეული მათგანის ცხოვრებაში ქართული ყოფითი რელიეფი სუფრა კერძები იციან ქართული ხილის დროს ქართულადაც ცეკვავენ მღერიან და რაც მთავარია ოჯახიდან ხიზელ სტუმარს აქვს საქართველოს გავაჯოს ეს ყოველივე იმის დასტურია რომ ისტორიულად ებრაელობა ყველაზე უკეთ ქართულ მიწას შეეთვისა ამასთან ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი ორდინდელი ტრადიციები და ცხოვრების მამაპაპური ბიბლიური წესი ნიშანდობლივია ალბათ ისიც რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქედან ჩასულ ებრაელობას ქართველებს ეძახის და დღესაც ესათუთებიან ქართველი ებრაელები წმინდა მიწაზე მათსავე წიაღში არსებულ პატარა საქართველოს და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანური არსებობის აზრი 1900-იანი წლები ებრაელთა მსოფლიო კონგრესი ორატორები ერთმანეთს ენაცვლებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ებრაელთა აწიოკებისა და რბების შემაძრწუნებელ ამბებს ყვებიან საქართველოდან ჩასული რაბინი დავით ბააზოვი ასე იწყებს თავის სიტყვას სადაც ებრაელობა 2600 წელია ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ განუცდია ბედები დარბაზი ფეხზე დგება კონგრესის თავმჯდომარე ფრანგი გენერალი ასიამთავრებს თავის გამოშვას. შვილებო, ანდერძად გონდეთ, ვისაც როგორ შეგეძლოთ, ისე გამოხადეთ ქართველი ერის სიყვარული. მაგრამ ამ ანდერძამდე დიდი ხნით ადრეც ასე იყო. როგორც შეეძლო, ისე ომკიცებდა თავის სიყვარულს საქართველოს ებრაელობა. ქართული სულიერების დიდი მოამაგე ჯემალაჯიაშვილის ყველგან და მათ შორის წმინდა მიწაზე თქმულით საქართველოს დაატარებდა. იზრდებოდა ქართულ ებრაულ გარემოში, ოჯახში ქართულად ლაპარაკობდნენ. კონტრასტული და მისტიური გარემო, განსხვავებული ადათი და ტრადიციები თავისებურ კვალს ტოვებდა პატარა ებრაელი ბიჭის ცნობიერებაში. სხვადასხვა წარმომავლობის, მრწამსისა და კულტურის შვილები ერთთლიან, ფერად სამყაროს ქმნიდნენ, სადაც ყველას განსაკუთრებული ფერი და ხიბლი ჰქონდა. ადრეულ ბავშვობაში, ბუნებრივია, იგი ვერ ახერხებდა ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმნა. სათანადოდ გაიაზრებინა ებრაული თემის ყოფა და სხვა ეთნოსთან მისი თანაცხოვრების ფილოსოფია. ეს გაცილებით გვიან, წლების შემდეგ მოხდა.
საქართველოს და ისრაელიც თანაბრად არის ჩემს ცხოვრებაში. თანაბრად თანაარსებობს და ამით ვამაყობ. მოგვიანებით ვქცა. აჯიაშვილთა წინაპრები სამეგრელოს ულამაზეს სოფელ ბანძაში ცხოვრობდნენ და როგორც ყველა ებრაელი იმ პერიოდში მეწარმეობას ეწეოდნენ. დადიოდნენ სოფელ, ჯვარში, ჯგალში, სამურზაყანოში, ცხენებით გადადიოდნენ მდინარეებზე, 1000 გვარ ხიფათან უწევდათ გამკლავება. ებრაელებით კომპაქტურად დასახლებული ბანძა თავისებური კულტურული ცენტრი ყოფილა იმ მხარეში. ამაზე მეტყველებს ფუნდაციის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში სწორედ პირველად აქ დაუდგა შექსპირი. ბანძაში მოსახლე ებრაელებს შორის ყველაზე ძლიერი ყოფილა აჯიაშვილებისა და სეფიაშვილების გვარი. აჯიაშვილები შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ყოფილან. ბატონი ჯემალის ბაბუას ზეპირად ცოდნია ვეფხისტყაოსანს, ღეროდა, უკრავდა გიტარაზე, ექსპრომტად ხსავდა ლექსებს, ქართულად, მეგრულად და რუსულად. ყოფილა შესანიშნავი თანადად. ასეთ შემოქმედებით გარემოში იზრდებოდა ჯემალ აჯიაშვილი. თავადაც ნიჭიერებით მადმოსილი და გამორჩეული ადამიანი. ამიტომაც არის მისი სულიერი სამყარო. შინაგანი მისტიური შრეები, მეგრულ სიმღერებთან, ტრადიციასთან, პოეზიებთან და საერთოდ მეგრულ ყოფასთან წევნაღარი. ჯემალ აჯიაშვილი საქართველოს უზომოდ შეყვარებული კაცი იყო. საოცრად უყვარდა ყველაფერი ქართული. თავისი ზღაპრული ბავშვობა, პატარა გორაკი, რომელზეც მისი სახლი იდგა. ზურმუხტისფერი მთები, სადაც მარწყვის საკრეფად დადიოდა. და მაღლა, სულ მაღლა, სიმწონეში ჩაკარგული მონასტერი. აქ, ამ ჯადოსნურ სამყაროში იძერწებოდა მისი სული.
და გრძნობდა და ძლიერად იყო დაკავშირებული ამ მიწასთან, ამ უძირო ლურჯსასთან, ფესმაგარ მუხასთან მუმლი რომ ვერაფერს აკლებდა და ალბათ გრძნობდა, რომ თავადაც იყო მისი ერთ-ერთი ჯანსაღი და ღონიერი ფესვი. ალბათ ამ ბავშვობის ზოინდელი თუ ზმანებისა და მონადრების ზევდიანი გამოძახილია ეს იქონებიც. ბზემ ცისკიდურზე სადაისო დისკო დაკიდა და წყალმის სწავით წამოვიდა. დარჩნენ ქვიშა. გამორბის ბიჭი მოგონების ყრუგორაკიდან და ელვად მოსდევს ქერუბიმის თეთრი ისა. ნოემბრის ნისლი მოდგა. მომეფდა. ჩადგა გრიგალი. დასრულდა დავა და უცხო ქვეყნის მოსადგომებთან შეჩერდა ჩემი მოხუცი მამა. გრძელდება ბინდის შემოქმედება. მიცურავს ნავი, მენავე არ ჩანს და შეღავების ფერიედება მარწყვის მდელოზე დაცვენილ მარჯანს. აჯიაშვილები ხშირად სტუმრობდნენ სუჯუნას, ულამაზეს სოფელს აბაშის რაიონში. აქ იყო ჯემალ აჯიაშვილის დედულეთი. ბაბუა ილია მიხელაშვილი განათლებული კაცი იყო. ზედმიწევნით კარგად იცოდა თორა. გარდა ამისა, ისეთ საინტერესო ამბებს უყვებოდა თურმე შვილიშვილებს, წმინდა წიგნებშიც რომ არ ეწერა. წინაპრებისგან ჰქონია მოსმენილი. პატარა ჯემალს ძალიან მოსწონდა თურმე ეს ამბები. მის მითიურ წარმოდგენებს საოცრად მანდიდრებდა. დედულეთში სტუმრობას არაფერი ერჩია. შემდეგ იყო სწავლის, ძიების წლები, სენაკის მეორე საშუალო სკოლა, საყვარელი მასწავლებლები, ტატიანა ცანავა, ნადია გვარამია, ნადია ლუდიძე და მასწავლებელთა მასწავლებელი, ტერენტი ყიფიანი. მათი ჩატარებული გაკვეთილები დღემდე მახსოვს და მესიზმრება კიდეც იხსენებდა ბატონი ჯემალი. დღეს კი ჟიულისა და ჯემალის ამხსნელი პატარა ძირძველი ქალაქი ამაყობს თავისი გამორჩეული შვილებით. მეხუთე კლასში ყოფილა მომავალი მწერალი, როცა პირველად მოუსინჯავს კალამი სატრფიალო სალაღობო ლირიკაში. ზებირად ცოდნია უამრავი ლექსი, ქართული პოეზიის შედევრები. მოხიბლული ყოფილა ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მოხევედა ცხოვრების წესი, ტრადიციებით. ჩაბიცვამდი ჯოხა ხალხს და ფოტოებს ვიღებდი. ერთხანს ხევში გაქცევაც კი მინდოდაო, იხსენებს მწერალი. განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა პარალელურ კლასელ ჟიული შარტავასთან. ესეც ალბათ ბედისწერის ნიშანი იყო, ორი დიდი ადამიანის სულიერი ერთობა. შემდეგ იყო უნივერსიტეტი. პირველი თარგმანი მისმა პედაგოგმა ვახტანგ კოტეგეშვილმა შეუქმნა და გზა დაუმოწმა. ასე დაიწყო სპარსული პოეზიის თარგმნა და გზა აღიარების. მაგრამ ჯემალ აჯიაშვილის დიდება არ უძებნია. დიდება თავად მივიდა მასთან. თუმცა საოცარი თავმდაბლობით გამორჩეული ადამიანი აღიარებასაც იუმორით ხვდებოდა. ერთხელ მწერალი რევაზ ჯაფარიძე შეხვედრია და მისთვის სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა მიულოცავს. აღფრთოვანებული ყოფილა. ფილოსოფი 66-დან 66 ხმა მიიღო. ეს პირველად. კაიგაც ტერი უნდა ხავდეს. ალბათ ვერ ყოფილვარ კაიგაცი. ასე გამოიყურება ალბათ თავმდაბლობა და უბრალოება. უბრალოება, როგორც დიდებულება. ნაზამთრალ ზეცას მორღულოდან ისმის საგიძე. ცაცხვებში სხივი ცრიატებდა, კრთალი და ციდა. და გაზაფხულის ნაადრევი სიმამლა ყინწე
მრავალ ჭირნახულ შემოდგომას ნერვებზე შვიდა. მზე იღვიძებდა ნათლიერის თვითნაბადებზე და სოფლის ყველა ბინადარი გარეთ უშიდა ხედავდა, როგორ ეცემოდა ნაცნობ ბაგინზე სიკვდილმისჩილი ანგელოზი, ჩუმი და წმინდა. ლამობდა სული. ავეტაცე, აუმად ჭეროდი. დაზეცის კართან მივებჯინე, თისკენ წეროდი. რა ფუჭი იყო მისი ფრთონვაც, მისი ფაფხურიც. ელობდა ცემის სიკვდილივით ცივი და მკაცრი და პროცესიას მიხვებოდა ზეგაზაფხულის. ვითარცა უცხო, სინამდვილის, ფერმკრთალიას. წყალი მას მიემოწყურებულს ხემს იმახემსეთ და ვიდრეცაზე გრძელდებოდა დასთა დასობა, დღემ ბოლო ჯერი მოელიაცის პარმახებზე და როგორც წესი, ამჯერადაც ყველა საჯობა. მზე ხუცდებოდა, შემოდგომის მოჭარმაგებზე, მაგრამ რღვევამ და სიპარტახე მისე დაცოფა, ცის დასაკებსად გამოიღო ოქროს საკებზე და ჩრდილში დასვა ბოროტება დააკაცო. სხივი დაბადა სიბნელესთან სიამხანაგე. ისევ ზიხარდა ყოველივეს მორჭმით განაგე. მაგრამ დიადო, შენ სასაქმეს როცა უტკბები, საწყალო პეპელას ცისკრის შუქი რა დაუცნებებს? რით იხსნის შენი წინათქმები და უკუთქმები ამ მუდმივ სრულქმნას, გარდასახვებს და საოცრებებს? 44 წლისა იყო ჯემალაჯიაშვილი, როცა პირველად დადგა ფეხი წინაპართა მიწაზე. ამის მიზეზი გახდა მისი პიესა გამოიღვიძე ქნარი, რომლის პრემიერად შედგა ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში. ამასთან დაკავშირებით ავტორი საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს. როცა ებრაელების პირველი ტაძარი დაანგრია ბაბილონის მეფემ და ებრაელები ბაბილონში წაასხა, ლევიტელებს ებრაელ მგალობლებს უბრძანა თურმე, ჩვენს ტაძრებში უნდა იგალობოთ. ამ წმინდურების წინაშე ჩვენი წმინდა სიმღერა როგორ უნდა ვიმღეროთ? უთქვამთ მგალობლებს და თითები გადაიმტვრეს ქნარზე რომ არ დაეკრათ. ქნარები კი ხეებზე ჩამოუკიდიათ. ასე დააძინეს ქნარები, რაც სიმბოლურად ტყვეობას, თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს. ქნარის გამოღვიძება კი ისრაელის აღორძინებას. დედამიწის ზურგზე ორადორიერი მათ, მონანიე მეფეები რომლის, მეფსალმუნე, დავით წინასწარმეტყველი და დავით აღმაშენებელი, ავტორი გენიალური ქმნილებისა, გალობანი სინანულისა. ძნელად, თუ იმე საუგია ამ ქვეყნად თავისი ხალხის უკვდავებისთვის,
ისეთი ხელთუქმნელი ძეგლი, როგორიცაა დღეს სოლომონ ბრძენმა. მეფე მისრაელის 300 საუკუნეში ჩვენს ერამდე და დავით აღმაშენებელმა. სწორგვარმა მეფემ სრულიად საქართველოისა. ასე მოაბიჯებს ერთმანეთის გვერდი-გვერდი ორი მონათესავე სული. ასე მიუყვებიან ისტორიის გზებსა და ზიგზაგებს. ერთი იუდეველია, მეორე ქრისტიანი, მაგრამ ორივეს ფესვები უძველეს საუკუნეებში იკარგება. საუკუნეთა ქარტეხილებში გამოატარა უძველესმა და უძლიერესმა ერმა თავისუფლებისგან ტოლვის დაუყებელი ჟირი. საინტერესო მოგონება შემოგვინახა. ნაპოლეონ ბონაპარტს შეუთქონია დაბიურ სამოში გადაცმულ შემოეღო მთელი ქალაქი და საკუთარი თვალით ენახა, როგორ ცხოვრობდა ხალხი. ერთ დღესაც, როცა ებრაელების უბანს ეწვია, ყველა სახლი დაკეტილი დახვდა და მავანთარჩევით სინაგოგას მიადგა, სადაც ქალაქის მთელი ებრაელობა მიწაზე გოდებდა. როცა უკიდეგანო მწუხარების მიზეზი იკითხა იმპერატორმა, ებრაელებმა, რომლებსაც 2000 წლიანი სევდა ჩასდგომოდა თვალებში, დაწვრილებით უამბეს თავიანთი პირველი სალოცავის დანგრევის უძველესი ისტორია. გაოგნებულ ნაპოლეონს უთქვამს: ჭეშმარიტად, მარადიული ერი ხართ 2000 წლის ტკივილს, გუშინდელივით რომ განიცდითო. ჩემო აჯიაშვილის საოცარი გაორება, მისი სისხლისა თუ მიწის სხივილი, სულში ჩასახლებული მუდმივი ხატება ორი სამშობლოსი თუ ორი დედისა, ნათლად მეტყველებს მის პიროვნულ სიდიადეზე. და როცა დაისის მოახლოება იგრძნო, კიდევ უფრო გამძაფრებია საქართველოს ნოსტალგია. მეგობრისთვის უთქვამს: დამიჯერე, საქართველოზე ლამაზი ქვეყანა სოფლიოში არ არსებობს. მაინც რით არის ლამაზი? ურთიერთობებით, ადამიანური ურთიერთობებით. და თუ რაიმეს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, პირველ რიგში ამას უნდა გავუფრთხილდეთ. იმ დღესაც, როცა სამუდამო გზაზე მიაცილებდნენ ამ ლეგენდად ქცეულ კაცს, თითქოს თავისებური მორიდებით ეთხოვებოდა მისთვის ძვირფას, მაგრამ დაუნდობ წუთისობას. დაბლა ვერ პოვი ნავსაყუდარი. ახლა შენგელდმის ზესთა საფარი. უნდა გავლიო ქვეყნის ზღუდები ბიჭნებს გავწდე და გავიმთავარი. ვერ აქვს ემბედის რაობა, არსი ბევრცანი ზიარსებულის, ბოლოს აქ შევდიქ, კარი შევახე, ცრემლი შევგინე ღრუბლის კარბაზე, დამწუხრეული საგალობლებით, ცის ჩრდილოვანში შევი დარბაზე. ტირილით ვიშვით, ჯაბანს ვეწევით, ჩვენ მეგვამძიმებს ჩვენი წოდება, კვლავ განტევებად განვეწესებით, მუნ მიგვაცია სხვისი გონება. სიზმარი ესე, ხელის ცეცებით, ამის დროებში მიებღოდება. მოვაჟამიდა, გაგვიძახებს ბინდი უცეული. დაჩვენი ყოფა, მისი ხატი, მისი ფერწერა, არარაობის სათვალავში ჩაიძერწება და გაცურდება ყველა ნივთი და განძეული და მიდის
მიდის მიირწევა ჩემი სხეული ხოლო თრობა და სიყვარული ოქროს ლერწებად შეძდია სულს და ღამეს მისდევს დაილეწება დრო წარმავლობის მოციქულად გადაქცეული მიდის ხოვრება მიიჩქარის მაგრამ იმავ დროს ბეჭვ ხელოვნება მას სასული გადამივადოს ხოლო სულია უსასრულოდ მოასპარეზე და დრო რომელსაც იმორჩილებს ხადვრის გონება ხან არენაზე წარმოჩდება გრძნობის გარეშე ხან ყოველივეს გრძნობელობით ეპატრონება მიუყვება წვერვალს მწყემსი ძირიოდვის თხემს ოქროცუბურ პალატებში სიყვარული თვლენს სიყვარული თვლენს სიყვარული თვლენს ეკლესიას ეს სიჩნე то შევენ მიშენე то კეთილი საქმის ჯობს ჯულბას მესასწრებს ხოლო დღეს სიკვდილისა და დაბადების დღეს სიკვდილის განგიდევანის გაუგებრა სიკვდილი მხოლოდ ასოს მიჯირო ის ადამიანის ხელთანმირ ცხოვრებას აჯამებს და ამ დისტანციიდან ყველაზე ზუსტად აიგებება მისი ცხოვრების ჩურჩხლებები რომელშიც ეთო დიდი სინათლე. მისი უკტავება დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოს ღირსების საქმეა. იგი ჩაუბრობელ სანთლა დაენთო ისრაელსა და საქართველოს. ამიტომაც დარჩება ზნეობრივ მაგალითად მისი ცხოვრება ორივე ერის ისტორიაში. ჩვენი თაობა ქეთს იხდის საუკუნის ქართველი ებრაელის ჯემალ აჯიაშვილის წინაშე და მის დიდებულ არჩდილს, რომელიც ახლა ალბათ თავს დაგტრიალებს მისი უახლოესი მეგობრის დიდი ჟიულის შარტავას საყვარელი ფრაზით ეხმიანება. მას გაუმარჯოს სიკვდილშიაც არ დავიწყებას.